ერთ შოუს არყავს იმდენი მაყურებელი, რამდენიც ნიჭიერი. ნიჭიერი პირველ გვერდზე შავი პრინცის დაბრუნება ნიჭიერის სცენაზე. ნიჭიერი იწყება ტალღაზე ხდება, ნიჭიერის გამარჯვებული ეს უკვე მოგვიანებით. ჩვენ 5 დაუვიწყარი ეპიზოდი ვნახეთ და დავწუნეთ რომ აქ ხდება ეს რასაც სხვაგან ვერ სადნახავთ. ელაბობკის გადაცემა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეთ წარმოუდგენლად ნიჭიერები და კიდევ ბევრი ადამიანის ოცნება. და ბოლო შანსი მათთვის, ვინც თვლის რომ ნიჭიერია. არ გამოტოვოთ ბოლო კასტინგის არც ერთი წამი, თქვენ ყველაზე განსხვავებული სანახაობა გელოდებათ. დღეს ორშაბათია, ეს ნიჭიერია! დღეს ნიჭიერის მე-6 და ბოლო კასტინგი. ყველას ვინც თulis რომ ნიჭიერია, მხოლოდ დღის ბოლომდე აქვს შანსი რომ თავისი შესაძლებლობები ჯიურის უჩვენოს. ნიჭიერის კასტინგები გრძელდება ჩვენს გარშემო უამრავი ხალხია და ბინიცი შეიძლება სწორედ მათ შორის იყოს ისმის მესამე სეზონის აღმოჩენა გახდება. ჩვენ უკვე ერთ რამეში დავწუნებით რომ ულევი ნიჭის პატრონები ვარ და ეხლა უკვე დროა რომ ეს ნიჭიერება სცენაზე ვიხილოთ. სურველები ბევრია, თუმცა ალბათ ერთეულებს გაუმართ. ნეტა ვინ გახდება დღევანდელი დღის აღმოჩენა? ვინ გამოიყენებს ამ ბოლო შანსს? მოგესალმებით ყველას. ეს არის მესამე ყველაზე მაგარი სეზონის ბოლო კასტინგი. და რა თქმა უნდა, ყველას ერთი სული გვაქვს, გავიგოთ ვინ გახდება დღევანდელი დღის აღმოჩენა. ამისათვის ჩვენ უნდა მოვუხმოთ ნიჭიერის ჟიურის. რუსთავი ორის პროგრამირებისა და მარკეტინგის მენეჯერი გეგა პალავანდიშვილი. თითქმის 90% მონაწილეების ერთი დღე ბოლო დღე. აი მაინც რა მოლოდინია დღევანდელი დღისგან სოფო. წელს ძალიან კარგი სეზონია, ბევრი ახალი ნომერია, ახალი ჟანრი დაგვემატა, რაც მოულოდნელი იყო ჩვენთვის და ესეთი სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ასევე დღეს ბოლო კასტინგისგან ველოდებით ახალ სიურპრიზებს, ახალ ნომრებს და საინტერესო შემსრულებლებს. მადლობა სოფო, გეგა. მეც უბრალოდ მაგანწყობით ვარ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინეთ უკვე. დღეს კიდე იმედი გვაქვს, რომ კიდე ვიღაცები დაემატებიან. კარგი. ვანა? ამ სეზონით პირველ რიგში იმით ვარ მაყოფილი, რომ რადიკალურად განსხვავებული ნომრები ბევრი იყო, რომელიც წინა წელს არ გქონია. დღესაც რა თქმა უნდა ველოდებით რაიმე ისეთ განსაკუთრებულს და განსხვავებულს. ჩვენ რა თქმა უნდა, სწორედ ამ განწყობითაც ჩვენ ცოლოდებით სიახლეებს და ჩვენ ის ხა დაგვრჩენია, რომ დღევანდელი კასტინგი გახსნილად გამოაცხადა. მე-6 კასტინგს ოჯახური დუეტი გახსნეს. ჩვენ ვართ დები ქალეთის წყაროდან, ჩვენი სახელია ქეთი და ნინი და ჩვენ ვართ ბექაურები.
ჩვენ გვაქვს ცეკვასის სიმღერაც, ანუ მარტო სიმღერა ის მოსაწყენი და ცეკვას ერთად უფრო სახალისო გამოდის და უფრო კარგი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ცეკვა და სიმღერა ერთად კარგად გამოგვივიდეს და ჟიურის მოვაწონოთ თავი ყველანაირად. აბა მაშინ ხო გოგოები შეგვისურვეთ ეს სიმღერა, დაპირებული სიმღერა. გამარჯობა. რა ქვიათ? ჩვენ ვართ ქეთიდანინი ბექაურები, დები ვართ. ხო. და ჩვენ შეგისრულებთ სიმღერასა და ცეკვასაც. როგორ, აბა რა სიმღერა და რა ცეკვა? რა სიმღერას და რა ერთი სიმღერის ერთი ცეკვას თუ ორივე ორივე სიმღერი ვართ და ცეკვად კი. კაი, დავიწყოთ. ალო? და? დაიკო სარდა მეკარგე ამდეხან შენი ხმარო მარ გამაგონე მარტოვარ გამოდი ყავა დავლიოთ მეზობელი მაგრად გითხავს მობილური ტელეფონი ani ჩემი თბილი მეგობარი ახალამებს იცით ეს გამოსვლა უფრო რაღაცა იუმორისტული ნომერი იყო, რაღაც საინტერესო სიტყვებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ცეკვას და სიმღერას, აქ არაფერი არ ჩანდა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი სიმღერაა და ძალიან ისე ადვილი. ბავშვებო, მე მართლა ბევრად ადრეც მინდოდა დაჭერა, მაგრამ იმიტომ რომ მართლა კაი გოგოები ხარ და ძალიან ნერვიულობდით, ბოლომდე აღარ გაგაჩერეთ და გაცალებთ. რაც შეეხება სიმღერას, უკეთესიც ალბათ შეგილია და ეს ნომერი არა. ეს ნომერი ძალიან სუსტი იყო. ბავშვები ძალიან საყვარლები არიან, უბრალოდ მე მგონია რომ ეს ნომერი არ იყო ესეთი დიდი სცენისთვის განკუთვნილი. კი თუ არა? არა, მე არას ვიტყვი. მეც არას ვამბობ. ძალიან ბავშვურია და პატარა არა. არა, ამნობრით ვერ. მადლობა. დაღლამის გოგოები ხასართავარია, ძალიან მოვწონთ. სიმღერა ისეთი რაღაცა, რომ ნელა დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწება, ხო? გამოვა ისაც თქვენგიდან. კარგით გოგოები, გაიქეცით მაშინ, ხო? აბა ნახვამდი. გოგონებო, ისევ მოძველებულ თემებზე, სიყვარულზე და განშორებებზე უნდა გემღერათ. არ ყვარებია ჟიურის ტექნოლოგიური სიახლეები. შემდეგი მონაწილეს მომღერალია მარიკა აფხაძე. საკმაოდ თვალში საცემი ჩაცმულობაა. ამ ხრივ ბონდომებული ჩანს. მე ვარ მარიკა აფხაძე, წყალტუბოდან 21 წლის. ძალიან მიყვარს ლამაზად ჩაცმა, გემოვნებიანად და ვფიქრობ, რომ რასაც ვიცავ, ძალიან მიხდება. Let's go girls. ვფიქრობ, რომ ჩემი სახით საქართველოს ძალიან კარგ ვარსკვლავს შეგვიძლია. ქართულ ესტრადაში ნამდვილად არის ჩემი ადგილი. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. გაგვეცანით. მარიკა აფხაძე. მარიკა, რას გვისრულებთ? სელინ დიონის ამორე ანასკულუტო. ანუ მღერი. რაღაცა კაი გოგო ჩანს. თუ რაღაცნაირად თავდაჯერებულია ძალიან. თვითრწმენა უნდა კონდეს ადამიანს. გთხოვთ, დაიწყეთ.
ეს არის მე მგონი კარგი არჩევანი. ან თქვენ ვერ წლებით, ან არ შეიძლება ტონალობა მაღალი და თქვენთვის მიუღებელი, მაგრამ თავისთავად იყო ძალიან მოსაწყენე და ძალიან საშუალოს ნამღერი. სიმღერა არ იყო მთლიანობაში კარგი. დაუწუნეს სიმღერაც, დაუწუნეს ნამღერიც. მე ვამბობ არა. მეც არას ვამბობ. სამწუხაროდ არა. მხოლოდ ეფექტური გარეგნობა და ექსტრავაგანტური ჩაცმულობა არ აღმოჩნდა საკმარისი. მარიკა შემდეგ ტურში ვერ გადავიდა.